მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა საკმაოდ საინტერესო თემაზე თუ რა არის თქვენი აპათიური, თქვენი ნეგატიური მდგომარეობის რეალური მიზეზი. ძალიან დიდი შანსია თქვენ თვლიდეთ, რომ თქვენი აპათიური მდგომარეობის მიზეზი არის კონკრეტული სიტუაცია ან კონკრეტული ადამიანი, მაგრამ რეალურად სულ სხვა რაღაცაში იყოს საქმე. და დღეს ზუსტადაც რომ გადავიქეიქებით, ასე ვთქვათ, თქვენს ქვეცნობიერში, კოლექტიურ ქვეცნობიერშიც და ვნახავთ რა არის კონკრეტულად თქვენი ნეგატიური მდგომარეობის რეალური მიზეზი. ვარიანტი გვექნება სულ ორი. დავარიგებახლავე, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა არის თქვენი აპათიური მდგომარეობის რეალური მიზეზი. რა არის პირველი ვარიანტის აპათიური მდგომარეობის რეალური მიზეზი და რა არის მეორე ვარიანტის რეალური მიზეზი. პირველი ვარიანტი ვარდისფერი კვარცი და მეორე ვარიანტი ასეთი გვაქვს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგო ბალანსის მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო. დავიწყოთ ახლა პირველი ვარიანტიდან. და აქ ამოვიდა არკანი თასების 6-იანი. თქვენი ემოციური კრიზისის, თქვენი აპათიური მდგომარეობის მიზეზი საკმაოდ სიღრმისეული არის, იმიტომ რომ თასების 6-იანი არის ის ენერგია, ის ემოციები, რომლებიც სადღაც წარსულში ჩარჩა, მოდით ასე ვიტყვი. და ამ არკანიდან გამომდინარე, იცით როგორ რაღაცას ვხედავ. პირველ რიგში, აქ ნოსტალგიური ემოციებიც ფიგურირებს, შესაძლოა კონკრეტული სიტუაცია, კონკრეტული მდგომარეობა, კონკრეტული ენერგიები ან ადამიანები გენატრებოდეთ თქვენი წარსულიდან, ხო? და ეს აუარესებდეს თქვენს მდგომარეობას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენი რეალური ამჟამინდელი ნეგატიური მდგომარეობის მიზეზი უნდა ეძებოთ თქვენს წარსულში. უფრო მეტად ბავშვობაში. დავაზუსტებ. იმიტომ რომ ცოტა უფრო მეტად ეს ბავშვური ენერგიები გახლავთ. თასების 6-იანი უფრო ბავშვური ენერგიები არის და რა კუთხით უნდა ეძებოთ წარსულში. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არ ვგულისხმობ, რომ წარსულში ვიღაცამ, არ ვიცი, მეგობარმა მოგატყუათ და ახლა თქვენ ტრავმირებული ხართ, ან არ ვიცი, ვიღაცამ სასოსნავი არ გაგიყოთ და ამით ხართ ტრავმირებული, ხო? უფრო მეტად აქ ვხედავ ბავშვობაში ჩარჩენილ ნეგატივს, ანუ ის ნეგატივი, რომელიც ბავშვობაში ჩაგებეჭდათ გონებაში, გაუაზრებლად ის ნეგატიური დესტრუქციული პროგრამები, რომლებიც ჩაიბეჭდა თქვენს მენტალურ მდგომარეობაში, სოციუმისგან, შესაძლოა მშობლებისგან ან მეგობრებისგან გააზრებულად თუ გაუაზრებლად და თქვენ ეს მდგომარეობა მიიღეთ, ეს ერთი. და მეორე, რაღაცები დარჩა თქვენს ემოციებში დაუსრულებელი. და იცით რას ვგულისხმობ? დარჩა დაუსრულებელი და გაუშვებელი კონკრეტული გრძნობები და კონკრეტული ემოციები. მაგალითად, რაღაც ბრაზი, ნეგატივი, შესაძლოა წყენა, შესაძლოა რაღაც დადებითი ემოციებიც კი იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ. რაღაც ემოციები დარჩა გადაუხარშავი, გადაუმუშავებელი და გაუშვებელი, რაც მთავარია. და კარგად გაიხსენეთ, ყველაზე მეტად რა გათრიგერებთ, ჟარგონს გამოვიყენებ, თქვენი ბავშვობიდან, თქვენი ახალგაზრდობიდან, იმიტომ რომ რაღაცეები აქ ნამდვილად არის ჩარჩენილი და ეცადეთ არა
დაიბოღმოთ არა კონკრეტულ ადამიანთან თუ ადამიანებთან აღადგინოთ ურთიერთობები, არამედ დაამუშავოთ საკუთარ თავში ეს ემოციები. ხვდებით ხომ? თქვენ გჭირდებათ შეხვედრა თქვენს შინაგან ბავშვთან, კარგი იქნება მსგავსი მედიტაციის გავლაც კი პირველი ვარიანტი თქვენთვის და გჭირდებათ რომ პირველ რიგში აპატიოთ საკუთარ თავს ის შეცდომები, რაც თქვენ თავად დაუშვით, ვიღაცისგან სადღაც რაღაც მოითმინეთ, ვიღაცას სადღაც ზედმეტის უფლება მიეცით, სადღაც თქვენ თავად გააკეთეთ რაღაც ცუდი, ნეგატიური, შესაძლოა ბინძურისკი თქვენი გადმოსახედიდან, ხო? სადღაც თქვენ გაწყენინეს და ეს წყენა დღემდე ჩაგრჩათ. არადა ადამიანები უკვე დიდი ხანია რაც გაიზარდეთ და შეიცვალეთ. და ზუსტად ეს უნდა დაამუშავოთ, ზუსტად ეს ემოციები. ეს ენერგიები, ამ ენერგიებში არის თქვენი შვება, პირველი ვარიანტი. და რაც მთავარია, შეიყვარეთ თქვენი საკუთარი თავი იმ ბრჭყალებში ნაკლებიანა და იმ ბრჭყალებში სისულელეებიანა, რაც თქვენ გაგიკეთებიათ ადრე. იმიტომ რომ ახლა თქვენ სხვანაირი პიროვნება ხართ და სულ სხვა რაღაც გაქვთ, ნასწავლი, დასკვნები გაქვთ გაკეთებული წარსული მოვლენებიდან გამომდინარე, ხო? ამიტომაც აპატიეთ საკუთარ თავს პირველ რიგში. და შემდგომ უკვე დაამუშავეთ სხვა ადამიანების მიმართ თქვენი ემოციები. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ამაზე დაგემშვიდობებით და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება და თქვენთან აქ ამოვიდა არკანი მზე. ეს არის უფროსი არკანი და პირველ რიგში იცით რისი თქმა მსურს. მეგობრებო, წეღან მე ვცდილობდი ზუსტად ანალოგიური საჯარო გაშლის ჩაწერას თქვენთვის და უცაბედად გაითიშა კამერა და ყველაზე საინტერესო იცით რა არის. დავხედე მეორე ვარიანტს, მეორე ვარიანტის ქვეშ რომელი არკანი იყო და იყო ზუსტად ეს არკანი მზე, უფროსი არკანი. პირველ ვარიანტზე ასე არ დაემთხვა, მაგრამ მეორე ვარიანტთან ახლაც მზე ამოვიდა. კარგით. და რის შესახებ მეტყველებს არკანი მზე. პირველ რიგში მეგობრებო, თქვენი აპათიური და ნეგატიური მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, იცით რა? თქვენივე მოლოდინები და თქვენივე იმედები. დიახ. იცით, ზოგადად ჩვენი იმედები და ჩვენი მოლოდინები ყოველთვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენია და სამწუხაროდ ძირითად შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პრობლემა, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა, არავინ არ არის ვალდებული იყოს ისეთი, როგორც ჩვენ გსურს. თქვენ წარმოიდგინეთ და ყველაზე ახლო ადამიანიც კი, რომელიც გპირდებათ, ანუ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ რაღაცას გააკეთებს დავუშვათ, ხო? საერთოდ არ არის ვალდებული შეასრულოს საკუთარი პირობა. კი ბატონო, მას თავისი აუცილებლად მოეკითხება და კი ბატონო, იგი თავის სიტყვას არღვევს, ტეხავს, ანადგურებს ნდობას მის მიმართ, მაგრამ საბოლოო ჯამში მიუხედავად ყველაფრისა და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური და ემოციური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ადამიანი უნდა იყოს პასუხისმგებელი და თუ რაღაცას გპირდება, თუ რაღაცას ამბობს, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ყოველივეზე, მიუხედავად ამისა, ვალდებული არ არის. საერთოდ არ არის ვალდებული. ამიტომაც პირველ რიგში მეორე ვარიანტი თქვენ უნდა გაიაზროთ ეს და იცით რატომ? მესმის რომ თქვენს ირგვლივ შესაძლოა არანაირი პირობები არ ყოფილა, მით უმეტეს ახლო წარსულში, მაგრამ თითქოს თქვენ ზედმეტად მარტივად ენდობით ხოლმე ადამიანებს, ზედმეტად მარტივად ელოდებით ადამიანებისგან კონკრეტულ ქმედებებს, ელოდებით ზედმეტად მარტივად მათი მხრიდან იმას, რომ აიღებენ პასუხისმგებლობებს საკუთარ სიტყვებზე, ქმედებებზე. ზედმეტად ბევრი მოლოდინები გაქვთ სხვა ადამიანებისგან და სხვათა შორის ხშირად საკუთარი თავისგანაც. ბევრ თქვენგანს აქ საკუთარი თავისგანაც აქვს ხშირად მოლოდინები იმისა, რომ ზედმეტად მარტივად გამოგივათ რაღაც,
მარტივად გადალახავთ კონკრეტულ სფეროს, მაგრამ პირველ რიგში ამ კუთხით უნდა დაამუშაოთ საკუთარი ცნობიერი, საკუთარი თავი და გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ცოცხალი ადამიანი, თქვენ არ ხართ ყოვლის შემძლე და ეს ნორმალურია და თუ თქვენ რაღაც პირველ ჯერზევე არ გამორგივიდათ, ამის გამო არ უნდა დანებდეთ პირველ რიგში და თუ თქვენს წინაშე არის ისეთი ადამიანი, რომელსაც პირველ ჯერზე ყველაფერი გამოუვიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად ასეთი უნდა იყოთ, საერთოდ არა. ყველა ადამიანს ჩვენი კარმა გვაქვს, ჩვენი გამოცდილებები, ჩვენი როგორ გითხრათ, გაკვეთილები და ყველანი ინდივიდუალურად გავდივართ ამ მასალებს დედამიწის სკოლაში. ხვდებით ხომ? ანუ დედამიწაზე როგორც სკოლაში უბრალოდ ჩვენ სწავლობთ მუდმივად გაკვეთილებს და ყოველი ჩვენგანის გაკვეთილები სხვადასხვანაირი არის. და ასე არის საჭირო. ამიტომაც პირველ რიგში დაამუშავეთ თქვენი მოლოდინები, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი უკაცრავად და ასევე დავამატებდი იმასაც, რომ კარგი იქნება თუ პირველ ვარიანტსაც მოусმენთ, იმიტომ რომ თითქოს თქვენშიც არის რაღაცები, რაღაც დაუმუშავებელი ენერგიები ჩარჩენილი თქვენს ბავშვობაში, უფრო თითქოს ისეთი მომენტია, რომ შინაგანად ბავშვის ენერგიები ჩაქრჩათ. და იცით რას გულისხმობ? ზოგადად ყველა ადამიანი ასე თუ ისე სხვადასხვანაირი ინტენსიურობით ბავშვური არის და ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია მეგობრებო, მაგრამ მე ვგულისხმობ იმას, რომ თითქოს თქვენ ბავშვებს როგორც აქვთ ხოლმე იმედები და მოლოდინები ზრდასრული ადამიანებისგან, ზუსტად ისეთივე იმედები და მოლოდინები გაქვთ დღემდე თქვენს სხვა ადამიანებისგან. დღემდე იმის იმედი გაქვთ, რომ ისე უნდა მოგექცნენ, როგორც ბავშვობაში გექცეოდნენ. ხვდებით ხომ რასაც ვგულისხმობ? მაგრამ ძვირფასებო ბავშვობა გავიდა და რა თქმა უნდა ჩვენი ბავშვური რაღაც თვისებები რჩება და უნდა დარჩეს კიდევაც, მაგრამ კონკრეტულად ეს აუცილებლად უნდა დაამუშაოთ საკუთარ თავში მეორე ვარიანტი. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს, ნაყოფიერ დროს და ნახვამდის.